სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ეს ეკლესია აღასრულებს ხსენებას 7 მსოფლიო კრების მამათა. ეს კრებები, ვინც არ იცის, გეტყვით, რომ არის სული ეკლესიისა. ის თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენ ამა თუ იმ საკითხზე, ის თუ როგორ ვლოცულობთ, ის თუ რას ვცემთ ტაბანს. ყველაფერი აი ამ 7 მსოფლიო კრებაზე გადაწყდა. ამ კრებებისთვის წმინდა მამები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ ხოლმე, იკრიბებოდნენ სხვადასხვა ქალაქებში. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ, ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და სული წმინდა გამოეცხადებოდა ხოლმე ამ კრებას და ისინი იღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელ გადაწყვეტილებებზეც ვდგევართ ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია საერთოდ არასდროს არ იგონებს არაფერს. ჩვენ ესეთი სწავლება გვაქვს, რომ ჩვენი სარწმუნოება არის ის, რომელიც ყველას, ყოველთვის და ყველგან სწამდა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად ერთი ან ორი წმინდანი შეიძლება ცდებოდეს. იმიტომ რომ ადამიანები არიან და შეცდომები დაუშვან შეიძლება. ამიტომ ეკლესია არ იმართება ერთი რომელიმე კონკრეტული წმინდა მამის აზრების მიხედვით. ეკლესია იმართება კრებსითად. აი ამ კრებების მეშვეობით. და დღემდე ასე მოვდივართ. ვინც ამ კრებებს გადაუხვევს, ეკლესია მათ შეაჩვენებს და ჩვენ ვიცით, რომ დიდი მარხვის პირველ კვირას, რომელსაც ასე ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი, მთელი იმ მსახურების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მართლმადიდებელ მორწმუნე ერს კიდევ ერთხელ განუცხადოს ჭეშმარიტი სარწმუნოება და კიდევ ერთხელ შეახსენოს იმ ადამიანების სახელები და იმ ადამიანების სწავლებები, რომლებიც დაგმობილ იქმნა აი ამ 7 მსოფლიო კრებაზე და მათ, ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას ემსახურებოდა საუკუნო კურთხევას უთვლის ეკლესია ამ დღეს, ხოლო მათ, ვინც ადამიანები წარწმედისკენ წაიყვანეს სხვადასხვა ცრუ სწავლებებით, აი მათ საუკუნო შეჩვენებას უთვლის ეკლესია. აი დღევანდელი მსახურებაც, ესე ვთქვათ, კიდევ ერთი შეხსენებაა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, რომ ჩვენ რაღაც ციდან მოწყვეტილი უძირო ვარსკვლავები არ ვართ. თანამედროვე ადამიანს ძალიან ხშირად უყვარს გამოყენება სიტყვებისა მე ასე ვფიქრობ, მე ასე მგონია, ეხლა 21 საუკუნეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ლამაზი სიტყვებით ცდილობს რაღაცა საკუთარი აზრების ესე ვთქვათ განმტკიცებას და გავრცელებას. აი დღევანდელი მსახურება ჩვენ შეგვაგონებს, რომ ეს კაცრად აკრძალულია მართლმადიდებელ ეკლესიაში. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ ადამიანებს, ვინც არათუ მხოლოდ ოფლი, არამედ სისხლიც კი შესწირა იმ რწმენას, რომელ რწმენაზეც დღეს თითოეული ჩვენთაგანი ვდგევართ. აი დღეს ახლა მე მინდა ღვთისმსახურებიდან კიდევ ერთხელ წაგიკითხოთ რამოდენიმე მუხლი, რომელიც თქვენ უკვე მოისმინეთ, მაგრამ ლოცვის დროს ხანდახან გონება ხანდახან კი არა ძალიან ხშირად გონება გვეფანტება ხოლმე ადამიანებს და გამოგრჩება ხოლმე რაღაც აზრები. აი მინდა რომ წაგიკითხოთ რამოდენიმე მუხლი. აი ნახეთ ლიტიის პირველი დიდების მუხლი არის ასეთი. მოციქულთა მცნებისა დამცველ იქმნებით, წმინდანო მამა, რამე თუ წმინდისა სამებისა ერთარსებაი მართლმადიდებლობით ასწავლეთ. არიოზის წვალებაი კრებით დახსენით და მისთანა მაკედონიოს სულისა წმინდისა ბრძოლი განსდებეთ, ხოლო შემწენი მათნი
მათ თანა დასაჯეთ ნესტორ, ევტიქი, დიოსკორე, საბელიოს და სევეროს უღმრთონი. არამედ მათისა საცდურისაგან გამოხსნაი ვითხოვოთ, რაითა უბიწოთ განვლოთ ცხოვრებაი ჩვენი და მტკიცეთ დავიცვნეთ მცნებანი შენი, რომელი გევედრებით შენ მეუფეო. აი ნახეთ რას ვევედრებით უფალს, რომ პირველ რიგში ვაღიარებთ, რომ წმინდა მამები, რომლებიც აი ამ კრებებზე მოღვაწეობდნენ, იყვნენ მოციქულთა მცნების დამცველები და რომ მათ კრებსითად არიოზი და სხვა მწვალებლები აღარ ჩამოთვლი ახლა, რომელიც აქ იყო მოხსენებული, კრებსითად შეაჩვენეს. და ვთხოვთ მათ, რომ მოგვეცით ძალა, რომ ჩვენი ცხოვრება განვლოთ მტკიცეთ და დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება, რომ არ აღვერიოთ იმ სიცრუეს, რომელიც თქვენ ერთხელ უკვე უარყავთ. აი შემდეგი მუხლი მოდით წავიკითხოთ კიდე. წლიწილად დღეს ხსენებასა წმინდათა მამასასა, რომელი შეკრბეს ყოვლისა სოფლისაგან, ბრწყინვალესა ნიკია ქალაქსა, მართლმადიდებელთა მწყობრნო უბიწონო, ღმრთის მსახურები და წადიერად სარწმუნოებით ვაქებდეთ. რამე თუ ამად არიოზ უღმრთოისა წვალებაი დაამხეს და კათოლიკე ეკლესიისგან კრებითა ესე განხადეს და უწინარეს ყოველთა საუკუნეთა თანაარსად მამისა და თანადაუსაბამო ძისა ღმრთისა ყოველთა ასწავეს აღსარება და ცხადად და კეთილად და შვენიერად სარწმუნოებასა შინა ქადაგეს და აღწერილი ამისი ზეგლად საღმრთოდ აღვიმართეს ჩვენ. ამისთვის ჩვენცა სწავლისა მათისაებრ აღვიარებთ და ვმონებთ მამისათანა ძესა სული წმინდითურ და ერთ ღმრთეებად და ერთ არსებად ვქადაგებთ და ვითხოვთ ოხითა და ვედრებითა მათითა სოფლისათვის მშვიდობასა და სულთა ჩვენთათვის დიდსა წყალობასა. აი ნახეთ ახლა ეს მუხლი რატომ წავიკითხე. ეს თქვენ კარგად იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დამღუპველი სწავლება, რომელიც ესე ვთქვათ, ვრცელდება უკვე არაერთი 10 წლეულია სოფლიო სამართლმადიდებლოში, ეს არის ეკუმენური მოძრაობა. რა არის ეკუმენური მოძრაობა? ვინც არის თვით ორი სიტყვით აგიხსნით. ეს არის მცდელობა გაერთიანებისა სხვადასხვა სარწმუნოებების. პირველ რიგში ცდილობენ, რომ გააერთიანონ სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციები, ყოველგვარი მათი მხრიდან შენანების ან სარწმუნოებრივი გამოსწორების გარეშე და შემდგომ, რა თქმა უნდა, ყველა რელიგია. ეს წამოწყება მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკის წამოწყებაა და სხვისი არავის. და ამ გაერთიანებისათვის ისინი ყველაზე ხშირად ხმარობენ სწორედ ამ სიტყვას, მშვიდობას, ერთობას და სიყვარულს. ყველაზე ხშირად. და ამას გვეუბნებიან, რომ აი სიმშვიდე რო იყოს მორწმუნე საზოგადოებაში და სიყვარული რო გავრცელდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამ სიტყვებს ამბობენ, ნახეთ, დავივიწყოთ განსხვავებები და ისე გავერთიანოთ. ამ სიტყვების მთქმელი ადამიანები უარყოფენ მთელ ეკლესიას. აი მთელი მამებს, რომლებზეც დღევანდელ მსახურებაში იყო ლაპარაკი, ყველას უარყოფენ. და ამბობენ, რომ ისინი მშვიდობისთვის კი არ იღვწოდნენ, ისინი იღვწოდნენ განხეთქილების ჩამოგდებისთვის. იმიტომ რომ თუ ეს შესაძლებელი იყო ერთი წუთით რო დავფიქრდეთ, თუ შესაძლებელი იყო სარწმუნოებრივი განსხვავებების დავიწყება და ისე ერთად ყოფნა, მაშინ რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რატომ იკრიბებოდა ამდენი წმინდა მამა, რატომ განდევნიდნენ ეკლესიიდან და რატომ ჩამოაშორებდნენ ეკლესიიდან ადამიანებს, რომლებიც სხვაგვარად ასწავლიდნენ? სწორედ იმიტომ, რომ თუ მათ დატოვებდნენ ეკლესიაში, სწორედ ეს გამოიწვევდა შფოთს, არეულობას, უსიყვარულობას და უღმერთობას. და სწორედ ამიტომ იცილებდნენ მათ. სწორედ ამიტომ არიან ეკლესიიდან მოცილებულები, როგორც მონოფიზიტები, ისე ნესტორიანელები, ისე კათოლიკური ეკლესია. სწორედ ამიტომ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სურვილი იყო ჩამოეგდოთ შფოთი ეკლესიაში. მეტი არაფერი და აი ეს მუხლი ნახეთ რას გვეუბნება, ამისთვისო ჩვენცა სწავლისა მათისაებთ აღვიარებთ და ვმონებთ მამისა თანა ძესა სული წმინდითურთ
და ერთ ღმრთება და ერთ არსებად ვქადაგებთ და ვითხოვთ ოხითა და ვედრებითა მათითა სოფლისათვის მშვიდობასა და სულთა ჩვენთათვის დიდსა წყალობას. ნახეთ რას ამბობს ეს მუხლი, რომ ჩვენ მათ ვევედრებით, მათი სწავლისაებრ ვცხოვრობთ, მათი სწავლისაებრ გვრჯერა და მათი მეოხებით ვსასვევებთ, რომ მშვიდობას და სიყვარულს და წყალობას მოგმადლებს ღმერთი და არა ცრუ ერთობას, რომელსაც სამწუხაროდ ცდილობენ, რომ ესე ვთქვათ, შემოაპარონ მართლმორწმუნე საზოგადოებას. და ეს კრებები თქვენ არ გეგონოთ, რომ ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ ადამიანები შეიკრიბება, არა, ესე არა. აი ნახეთ დღევანდელი მსახურების კიდევ ერთი მუხლი რას გვეუბნება. სულთა მბრძოლთა უკვე სული იგი ბოროტი წმინდითა სულითა ქრისტემან შორად განსდევნა ეკლესიით თვისით. მეორითა მოქმედებითა კრებისა შემკრებელმა. ნახეთ, რომ არ იფიქროს ვინმე ეკლესიის შვილმა, რომ ეს კრებები რაიმე სხვა სულით მოქმედებდნენ, რაიმე სხვა განზრახვა ამოძრავებდათ, ხშირად იტყვიან ხოლმე, რომ აი ეს პოლიტიკური ვითარების გამო მოხდა, განსაკუთრებით აი დიდი სქიზმა, როდესაც რომოპაპისტური შესაკრებელი კათოლიკურს რომ ვეძახით ჩვენ, ისინი როდესაც მოსწყდნენ ეკლესიას, იძახიან, რომ ეს მოხდა რაღაცა, თქვათ, პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ვითარების გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ნახეთ რას ამბობს ეს მუხლი ჩვენ სასწავლებლად და დასამოძღვრად, რომ სულთა მბრძოლთა უკვე სული იგი ბოროტი წმინდითა სულითა ქრისტემან შორად განსდევნა ეკლესიით თვისით. ყველა ის ადამიანი, ვინც ეკლესიიდან არის განდევნილი, აი ეს მუხლი გვასწავლის ჩვენ, ყველა ეს ადამიანი განდევნილი არის სული წმინდით, ქრისტემ განდევნა სული წმინდით. სხვა არავის არ განუდევნია და ყველა ვინც ცდილობს, რომ აი ეს გადაწყვეტილება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ესე ვთქვათ, შეცვალოს და რაღაცა ცრუ ერთობით ჩაანაცვლოს. ყველა ეს ადამიანი ებრძვის თავად იესო ქრისტეს. და სწორედ ამიტომაც ვტკივა ხოლმე ძალიან გული, როდესაც ვხედავთ მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა წარმომადგენლებს. განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს კი არა მის უნეტარესობას ბართლომეს და ასევე მის სხვა ეპისკოპოსებს, ესე ვთქვათ, ეკლესიიდან განვარდნილ ადამიანებთან ერთობაში, მათთან ერთად მლოცველებს, მათთან ერთად რაღაცა საზოგადო მშვიდობაზე და ერთობაზე და სიყვარულზე მოლაპარაკეებს. სწორედ ამიტომ ვთქვა ჩვენ გული და ამიტომ განვიცდით ამ ყველაფერს, რომ ვიცით რისი მომტანია და რას უხადის ეს ყველაფერი მართლმორწმუნე ერს. და ამისი გვეშინია და ამიტომ ხადაგებთ ხოლმე და ამიტომ ვიძახით, რომ ეს ყოვლად მიუღებელია. ნებისმიერი ერთობის მცდელობა ეკლესიიდან განკვეთილ ადამიანებთან. ნებისმიერი მე გულისხმობ სასულიერო ურთიერთობას და არა ეხლა სამეგობრო ურთიერთობას, ესე მეგობრები და ახლობლები სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანს ყავს. ამაზე არ არის ლაპარაკი. აქ საუბრობთ ჩვენ სულიერ ურთიერთობას, ლოცვას, თანალოცვას და რაღაცა საერთო როგორც ეკლესიების ურთიერთობას და არა პიროვნულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა. ნებისმიერი ასეთი მცდელობა ეს არის შეურაცხყოფა აი ამ 7 კრების მამების. და ხანდახან აი გულწრფელად გეუბნებით, ფიქრობ ხოლმე აი გამიჩნდა აზრი უпростоრეთ, რომ აი დღევანდელ დღეს საერთოდ მსახურობენ ესეთი ადამიანები. აი ვინც ეკუმენური მოძრაობის მომხრენი არიან. აი მართლა მაინტერესებს აი ამ მუხლებს რო კითხულობენ, როგორ განმარტებას აძლევენ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ აქ რაც წერია, თქვათ, აქ ხმარობს სიტყვას ბილწი არიოზი, ევტიქი, ნესტორი. ხოდა აი ამ სიბილწის მიმდევრებთან ერთად რო შე რაღაც სიყვარულზე და მშვიდობაზე საუბრობ და რაღაცა ერთობაზე საუბრობ მათთან, ისე რომ მათ არ ეუბნები, რომ ისინი თქვათ ცდომილებაში არიან და უნდა შეინან. მაშინ შენ ხო შეურაცხყოფას აყენებ ამ მამებს. ეს ცალსახა არის და არა მარტო მამებს, კიდე ერთხელ გავმეორდები ჩვენ, აგერ ერთ-ერთ მუხლში წავიკითხეთ, რომ სული წმინდით იესო ქრისტემ განდევნა ისინი ეკლესიიდან.
და ჩვენ თავში რა ვთქვით, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება არის ის, რაც ყველას ყოველთვის და ყველგან წამდა. აი ამ მუხლებს, აი ამ წიგნებს რაღაც ახლა ჩვენ ავკითხულობთ. ყველგან ყოველთვის ყველა ეკლესია კითხულობს. აი ამ წიგნებში გადმოცემული სწავლება ეს არის ეკლესიის სწავლება. და კიდევ ერთხელ გავმეორდები უკვე მესამედ ვამბობ. არა სხვა რაღაცა მიზეზის გამო, არა იმიტომ რომ ვიღაცას ვიღაცა არ მოწონდა, არა ბატონო. სული წმინდა მოქმედებდა, იესო ქრისტე განდევნდა. აი შეხედეთ, ბოლოს წავიკითხავ და ეს არის მე-6 გალობის ღვთისმშობლის მუხლი. შენ ქალწულსა და უბიწოსა, ყოვლად დიდებულსა, ღვთისმშობელსა მარიამს, კეთილმსახურნი ჭეშმარიტად გქადაგებთ. დამყოფელნი ურცხვინოთა პირთა ნესტორისა და დიოსკორესთა ბოროტ გონებათასა. ნახეთ, ეკლესიამ ჩართო, რომ ღვთისმშობელი არის თანამონაწილე ყველა მწვალებელის პირის დაყოფის, ყველა მწვალებელის ეკლესიიდან გამყოფის. აი მეტი პატივსაცემი, ესე ვთქვათ, მეტი უფრო პატივსაცემი ეკლესიაში არავინ აღარ არის. და დღევანდელი მსახურებით ეკლესიამ გვასწავლა ჩვენ, რომ იესო ქრისტე, სული წმინდა, მამა ღმერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენი ეკლესიის ყველაზე დიდი მამები, ყველანი ამბობდნენ, რომ წმენისგან გადახვევა არის დამღუპველი ადამიანისთვის. და თუ გვინდა რომ ერთობა და მშვიდობა იყოს შენარჩუნებული, რწმენა უნდა დავიცვათ შეუღვნელად. კიდევ ერთხელ გავმეორდები, სწორედ ამიტომ გვტკივა გული, როდესაც ვხედავთ ხოლმე ჩვენი ეკლესიის სხვადასხვა წარმომადგენლებს მსგავს შეკრებებზე. ეს არის და ეს მეტი არაფერი, იმიტომ რომ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გავმეორდები, ვიცით რას უხადის ეს ეკლესიას. მაგრამ იმისათვის რომ ეს ყველაფერი რაც დღეს ახლა ჩვენ მოვისმინეთ ღვთისმსახურებაზე თუ ეს ახლა მე თქვენ გესაუბრეთ, ეს რომ ყველაფერი დაცული იქნას, ამისათვის აუცილებელია ეკლესიის შვილებმა იცოდნენ ეკლესიის ისტორია. როდესაც ადამიანმა არ იცის ეკლესიის ისტორია, მისი მოტყუება ძალიან იოლია შემდეგი სიტყვებით: მშვიდობა, ერთობა და სიყვარული. რა ჯობია ახლა ადამიანმა, რომელმაც არ იცის თავისი ეკლესიის ისტორია და რომელმაც არ იცის რამდენი სისხლი და ოფლია ჩაღვრილი იმაში, რომ აი დღეს ჩვენ რო ვთქვათ, პირჯვარს ვიწერთ ესე. ვთქვათ, ან ხატებს რო თაყვანს ვცემთ, თუ არ იცის ადამიანმა, აი თუნდაც ხატებს რო თაყვანს ვცემთ. თუ არ იცის ადამიანმა, რამდენი მოწამე არის ამისთვის შეწირული. აი რამდენი ადამიანი სიცოცხლე შეეწირა მართლმორწმუნე ქრისტიანების. რამდენი ხანი იდევნებოდნენ მართლმორწმუნე ქრისტიანები ხატთა თაყვანისცემის გამო. ეს როდესაც არ იცის ადამიანმა, ხო? მას ვიღაცა პროტესტანტი ეტყვის, იცი რომ კაცო, ღმერთმა ხო თქვა რომ არ შექმნა არაფერი ხატი, რომ თაყვანი არსე და აბა ეს რო ხო კერპია და დაფიქრდება და შეწუხებული ადამიანი და ეჭვები უჩდება. თუ გონიერია ადამიანი მიდის მოძღვართან და ეკითხება და მოძღვარი უპასუხებს, მაგრამ ზოგიერთი რჩება და ამ ეჭვებში ცხოვრობს მთელი ცხოვრება. რატომ? იმიტომ რომ არ იცის. არ წაიკითხა, დაეზარა, ან არ ასწავლა არავინ. და ასევე კიდევ ერთხელ ყველა რწმენა რა ჩვენ გვაქვს, ყველაფერი რასაც ვიცევთ, აი უმცირესი დეტალებიც კი მართლმადიდებელ ეკლესიაში რაც არის, ყველაფერი არის აი სისხლით და ოფლით მოტანილი ჩვენამდე. ეს ყველაფერი წერია, ჩვენ დასანახად არის, ხელმისაწვდომია. ძველი დრო ხომ არ არის, რომ წიგნი არ იყო და მაინდა-მაინც ეკლესიაში მღვდელი კითხულობდა მარტო და მან იცოდა. ესე ხო არ არის. ყველას შეუძლია ამის ნახვა, ყველგან არის წიგნები. ფულის გადახდაც აღარ არის საჭირო, აგერ ინტერნეტშია ყველა წიგნი. და აი, როდესაც ეს გვეზარება ჩვენ სამწუხაროდ, მერე უკვე იოლი მოსატყუებლები ვართ, კიდევ ერთხელ გავმეორდები სიტყვებით მშვიდობა, ერთობა, სიყვარული. ამას ფოჩიანი კამფეტებით ესე თვალწინ გვიტრიალებენ და ჩვენ სარწმუნოებას ძირს აცლიან. და ძირგამოცლილი შენობის დანგრევა რომ გარდაუვალია, ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად ვიცით. აი დღეს დღევანდელ მსახურებაზე ჩვენ ეკლესია
სწორედ ამას ევედრება ღმერთს, რომ ეს საძირკველი, საფუძველი ჩვენი ეკლესიისა, ჩვენი რწმენა დაიცვან 7 მსოფლიო კრების მამებმა ჩვენში. ღმერთმა დაგლოცოს და გაგვრთოს.